მეგობრებო, დღეს ვიწყებთ სამოდელო ინოვაციურ გაკვეთილს ბიოლოგიაში, რომლის თემაა სმენის ანალიზატორის აგებულება და ფუნქციები. რა მიზანია დღევანდელ გაკვეთილს? დღევანდელი გაკვეთილის მიზანია გაკვეთილის მსვლელობისას თქვენ გაიგოთ, როგორი აგებულება აქვს სმენის ანალიზატორს და რა ფუნქცია აქვს მას, გაანალიზოთ და შეძლოთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც იწვევენ სმენის დაქვეითებას და დასახოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ჩვენ ამ გაკვეთილისთვის მზადება დავიწყეთ უჩვეულოდ და განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ გაკვეთილისთვის. გაკვეთილისთვის მზადება გამოიხადა იმაში, რომ ჩვენ გქონდა ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრები მე-11 კლასელებთან, რომლებთანაც ერთად თქვენ გაიხსენეთ თქვენს მიერ ნასწავლი, გარკვეული საკითხები, რომელიც დაბალ კლასებში გქონდათ ნასწავლი, გარდა ამისა შეიძინეთ ახალი ცოდნა და გარკვეული ინფორმაცია მიიღეთ იმ საკითხებზე, რომლებზეც დღეს უნდა ვისაუბროთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხები თქვენ დაგეხმარებათ ახალი თემის უკეთ გაგება გააზრებაში. და მე მგონი შეხვედრები ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო, რისთვისაც დიდი მადლობა მე-11 კლასს, რომლებიც ასე ინტერესით და ენერგიულად ჩაერთნენ ამ პროცესში. მე მინდა ახლა თქვენ მოკლედ ჩამოაყალიბოთ ყველაფერი ის, რაც ამ შეხვედრებზე მოხდა, რა შევიძინეთ, რა გავიგეთ ახალი და რა უნარები განვითარეთ. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ამაზე ისაუბროთ, ვის აქვს სურვილი ამაზე ისაუბროს. სოსოს რა თქმა უნდა გისმენთ სოსო. ჩვენ 11 კლასელებთან ერთად განვიხილეთ რა არის ბგერა, ასევე განვიხილეთ ბგერის გავრცელების თავისებური როლები, ბგერის შემდეგი მახასიათებლები, სიხშირე, ხანგრძლივობა და ინტენსივობა, გავუშვით რა იყო ხმაური და მუსიკა და ბოლოს სანდრომ ექსპერიმენტის სახით განახა ინტერფერენცია, ანუ ბგერათა ტალღების გადაფერვა. დიახ, რას დავამატეთ კიდე ბგერის რა თვისებებზე და რა მახასიათებლებზე იყო კიდე საუბარი. კოკა, კიდე რა შევიძინეთ, რა ინფორმაცია, რომ ბგერას ახასიათებენ თურმე რით? ანუ სამი დიახ, ეს იყო შევდაეხმარეთ ხანგრძლივობა, ინტენსივობა და სიხშირე. და თავისი განზომილებები გააჩნიათ. ხო არ გამახსენებთ სიხშირის განზომილება რა იყო? ჰერცი და სიმძლავრის ინტენსივობის განზომილება. კი ბატონო. გარდა ამისა ჩვენ საშინაო დაავადებად გქონდა აგრეთვე მოგვეძიებინა ინფორმაცია იმ ახალ კანონზე, რომელიც მზადდება და რომელიც მალე შევა ძალაში, რა კანონია ზოშობო? კანონის შესახებ, ხმაურის შესახებ. და ეს კანონი რას არეგულირებს? ანუ ხმას არეგულირებს, აი ხმის საზღვარზე არ უნდა გადავიდეს და ხმაური არ უნდა გამოიწვიოს. დიახ, ის იმ ზღვრულ საზღვრებზე იქნება საუბარი, რომლის ზემოთაც ხმაურის დაშვება არ შეიძლება. კარგით. კი ბატონო. მაშინ თქვენის ებართვით მე ხლად შევდგები ახალი გაკვეთილის ახსნას, ახალი თემის ახსნას ბავშვებო და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი გაკვეთილი იქნება იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ თქვენ ეს წინარეცოდა რაც გააქტიურეთ, დაგეხმარებათ ამ ახალი თემის უკეთ გაგება გააზრებაში. მე დღეს ვახსენე, რომ გაკვეთილის თემა იქნება სმენის ანალიზატორი. ეს ცოტა ესეთი სიტყვაა, ხო? ყურის აგებულება როგორ თქვა, უფრო ადვილი გასაგებია, მაგრამ ანალიზატორი ჩვენ მხედველობა ვისწავლეთ და ვიცით, რომ ანალიზატორი მარტო თვალია, თვალი შეადგენს მარტო მხედველობას. თვალი როგორი 100%-იანიც არ უნდა იყოს, შედგება დათო მხედველობა. რა არის? მთავარია თვითონ ინფორმაცია და მიაღწიოს ტვინამდე და რომ ეს პროცესი მოხდეს უნდა იყოს ნერვით, უნდა დიახ, ანუ რამდენი მომენტი შედის ანალიზატორში? ეს არის ორგანო, კეფა, სადაც არის ანუ ტვინის შესაბამისი უბანი და მათი დამაკავშირებელი ნერვი. ანუ სამი კომპონენტისაგან შედგება. ბავშვებო, თქვენ როგორ ფიქრობთ? არ იქნება ანალოგია სმენის ანალიზატორში? ანუ სმენასაც სავარაუდოდ რამდენი კომპონენტი დასჭირდება? სამი. ეს იქნება რა? თვითონ ტვინის შესაბამისი უბანი, რომელსაც წინასწარ გეტყვით, რომ ეს არის საფეთქელი და მათი დამაკავშირებელი ნერვი უკვე ეს იქნება რომელი ნერვი? სმენის ნერვი. ეს ლოგიკურია. ახლა მე მინდა თქვენ რომ ხასიათი აგიმაღლოთ და ცოტა განწყობა უფრო ავამაღლოთ, პატარა ვიდეო რგოლი თუ შეიძლება ნიკა დღეს ჩემი ასისტენტია, მეგობრებო და წინასწარ ვუხდი მას მადლობას
ჯანე. მას მეთქცედა კლასელებმა რომ ჩაგვიწერეს ექსპერიმენტი, მას ზუსტად ამას გავდა და ამ ექსპერიმენტით გავუგეთ რომ ანუ ძლიერი ბგერამში არხია ჰაერი და ჰაერის შერხევით პატარა ნაწილაკებმა შეიცვალეს ფორმა და ასევე სითხე. ძალიან კარგი. მოდით მაშინ ბავშვებო, ეხლა მე უკვე შევდგები ჩემი გაკვეთილის ძირითადი მიზნის შესრულებას გაგაგებინოთ თქვენ როგორი აგებულება აქვს თუ შეიძლება ეს ბავშვებო ჩვენ ხურს მეძახით ყოველდღიურ ცხოვრებაში არის სმენის ორგანო ხო და ხური შედგება სამი ნაწილისაგან გარე ხური, შუა ხური და შიგნითა ხურისაგან თქვენ ახლა კაცი ხედავთ რას მე ხედავთ რას ხელს რომლის ხელის შედეგად რა მოდის ხელი მდგომარეობაში ჰაერი მოდის და ეს ჰაერი ხევის სიხშირე ამ შემთხვევაში აი ამ სილუეტებით არის ნაჩვენები. აი ეს ჰაერის რხევა რის მიერ არის დაჭერილი? ყურის ნიშა, გარე ყურის ნიშარის დანიშნულება რა ყოფილა? ეს ბგერები დაიჭიროს. და ბავშვებო თქვენ თუ დააკვირდებით მას ჩვეულებრივი საოჯახო ძაბრის ფორმა, რომელსაც ღია თავი აქვს და მერე წვრილ მილში გადადის. ნიშარა შემდეგ გადადის ბავშვებო სასმელ მილში, დიახ. სასმელი მილში გადადის ეს ბგერები და სასმელი მილიდან მერე ის უნდა გადავიდეს შემდგომ განყოფილებაში შუა ყურში. რამდენი ნაწილისგან შედგება ყური? სამი. გარე ყური, შუა ყური და შიგნითა ყური. ნიშარის ფუნქცია ყოფილა დაიჭიროს ბგერები. გარეთა სასმელ მილში კი ბავშვებო არის უამრავი წვრილი ჯირკვალი, რომელიც გამოყოფს ყვითელი ფერის ესეთ პლანტი ბოგირდის შემცველ, ის აგრეთვე ცვილსაც შეიცავს და გარდა ამისა ყურის გარეთა მილში არის წამწამოვანი ეპითელიუმი, სად შეხვდა ჩვენ ასე ჰაერგამტარგზაში გაიხსენეს ცხვირის გრუში და მისი ფუნქცია იყო რა? დაეკარბინა, შეეჩერებინა მტვერი. გარდა ამისა ცხვირის გრუს ლორწოვანაში რა ჩერდებოდა ბავშვებო? მიკრო ანალოგიური დანიშნულება აქვს ყურის გარეთა მილში არსებულ ის მართალია ესთეტიკურად არასასიამოვნოდ გამოიყურება, თუმცა მას ქონია დამცველობითი ფუნქცია. გარე ყურსა და შუა ყურს შორის საზღვარი არის ბავშვებო ის მერხევი ფირფიტა, რომელსაც ეწოდება დაფის აპკი. დაფის აპკი ირხევა შემოსული ბგერის ინტენსივობისა და სიხშირის ადეკვატურად. გასაგებია თქვი? ანუ რაც უფრო ძლიერია ხმა, უფრო დიდია მისი რხევის ამპლიტუდა და რაც უფრო ხშირია, მით უფრო ხშირად ირხევა. დიახ, ამიტომაც ჩვენ სიხშირის და აი ამ იმის ტემბრის ადეკვატურად ღებულობთ გამღიზიანებელს. ამას როგორ ახერხებს ხური? გაგრძელეთ თუ შეიძლება ნიკა დაფის აპკი ირხევა და ამ რხევებს გადასცემს სამ ერთმანეთთან მოძრავად დაკავშირებულ ჩაყუჩს გრდელს და უზანგს. ეს სამი ჯვარი ერთმანეთთან მოძრავად არის დაკავშირებული და ეს შემოსული რხევა, რომელსაც დაფის აპკი იწვევს, მოძრავად გადადის ამ სამ ჯვალში და ბოლო, აი ამ სამი ჯვრის ბოლო ნაწილი უზანგი, აი ახლა თქვენ კავშირი ხედავთ, ცალკე გამოყოფილ რას, დაფის აპკს და უზანგს, მათ შორის ფართობი ძალიან განსხვავებულია და სხვადასხვანაირია ხედავთ, რომ დაფის აპკის ფართობი უფრო მეტია ვიდრე უზანგის, ეს აძლიერებს ბავშვებო ბგერის ძალას, რომელიც გადადის რაში შიგნით აკურში მოთავსებულ ლოკოკინაში. შეაჩერეთ თუ შეიძლება ნიკუშ, ეს არის ლოკოკინა, რომელიც უკვე მესამე განყოფილებაში შიგნით აკურშია და ის თავის თალას ღრუშია მოქცეული, მაგრამ მანამდე გაიხსენოთ. მას გარე ყური რისგან შედგება გიორგი? ნიშარისგან და სასმელი მილისგან. შიგნით აკურში რამდენი ჯვარი ქონია მოძრავად დაკავშირებული? სამი. ჩაყუჩი, გრდემლი და უზანგი. ლოკოკინასთან ერთად ჩვენ ნახავთ ბავშვებო სამ ურთიერთპერპენდიკულარულ სიბრტყეში განლაგებულ ნახევარ კალს, რომლებიც ასევე შიგნით აკურში არიან მოთავსებული, მაგრამ ისინი წონასწორობას არ ეკუთვნებიან. ამიტომ სმენის რეცეპტორები იქ არ არის, იქ წონასწორობის რეცეპტორებია, სმენის რეცეპტორი არის მოთავსებული ლოკოკინაში. ლოკოკინაში გავაგრძელოთ და ანუ იმ სამ ნახევარკალოვან არხს დღეს არ ვიხსენებთ, დღეს მხოლოდ სმენას ვიხილავთ. ეს არის ლოკოკინა, თვალსაჩინოებისთვის ის იშლება ახლა და ლოკოკინის ჭრილში თქვენ ხედავთ ბავშვებო, რომ იქ მოთავსებული არის უამრავი გრძნობიარე უჯრედი, ანუ რეცეპტორი. რეცეპტორი რა უჯრედი არიან გამახსენებს? გრძნობიარე უჯრედი, მე უკვე გითხარით. ანუ რას შეიგრძნობს?
გამღიზიანებდეთ. თვალის რეცეპტორები რითი ღიზიანდება? სინათლით. ხნოსვის სუნი, გემონების, გემოთი და ასე შემდეგ, ხოლო სმელის რეცეპტორებს ახლა თუ შეიძლება დააპაუზე ნიკუშ. აი ხედავთ როგორ ირხევა სმელის რეცეპტორები ბავშვებო. აბა გაჩართე ისე თუ შეიძლება, აი ნახეთ როგორ ირხევა. როგორ ფიქრობთ, რხევა რისი შესაბამისი იქნება? ხმის, ძალის, სიმშირის და ინტენსივობის. რაც უფრო ძლიერი ხმა შემოდის, რა მოუვა რეცეპტორს? უფრო ძლიერი ხევა დაიწყება. რაც უფრო ნაზია და დაბალია ხმა, მით უფრო ნელა. გავაგრძელოთ თუ შეიძლება. ამის შემდეგ ეს რეცეპტორი, ბავშვებო, აი თქვენ ხედავთ, რომ აქ სითხე პირობითად სხვა ფერებით არის. ანუ ლოკოკინაში როცა ბგერა შედის, ის იწყებს სითხის რხევას და სითხის რხევა იწვევს შემდგომში რის რხევას? რეცეპტორებს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ეს რხევები შემდეგ გარდაიქმნება ნერვულ იმპულსად. რაც სმელის ნერვს მიაქვს აქ? ტვინში და ტვინი მას აანალიზებს. აი ახლა კადრში ჩანს ეს ყველაფერი ძალიან კარგად. თუ შეიძლება გადავიდეთ მეორე რესურსზე ნიკა, ეს არის სლაიდი ნომერი 2. აქ კიდევ უფრო კარგად ჩანს იგივე ბავშვებო, მას გარე ყური, ყურის ნიჟარა გარეთ ასასმენი მილი, შემდეგ მოდის აი გერები როგორ შედის ბავშვებო, როგორ იხება დაფისარკი, დაფისარკი რას არხევს გამეხმარეთ რომელ დროს? ჩახუს გრდებს და გუზას. მე ეს გადაეცემა რას? ლოკოკინას. აქ უკვე კადრში ჩანს ის სამი კალის მხოლოდ ერთი ნაწილი, მაგრამ ეხლა უფრო ვრცელი ნათელი სურათიც გამოჩნდება და ლოკოკინიდან ეს ყველაფერი გადაეცემა სმელის ნერვს, სმელის ნერვიდან კი შუბლს, სადაც ხდება ამ ყველაფრის ანალიზი. ბავშვო, მე რო ეხლა თქვენ გესაუბრებით, რას წარმოქმნი? გერებს, შეაჩერე კადრი თუ შეიძლება, წარმოქმნი გერებს. რამ წარმოქმნა ჩემს მიერ ეს გერები, რითი ვქმნი ამას? გერიოგები, ჩვენ არ წავიღოთ ეს გერიოგები. გერიოგები რას აკეთებენ ამ დროს, როცა ხმა ირხევიან, რას არხევს ეს ყველაფერი? ჰაერს. ჰაერის ხევა მიდის ყურში, ყურიდან ნერვში, ნერვიდან ტვინში და თქვენ ხედავთ რა საოცრებაა. თქვენ აი როგორ მოვდით ეს ინფორმაცია და თქვენ ყველაფრის ამის რას აკეთებთ თავში? ანალიზს აკეთებთ. აბა გამოთქმა ერთ კუში შეუშვა და მეორედან გამოუშვა რა არის ასოციაციას იწევს? ანუ ერთობორიდან შეუშვა, არ გაანალიზა ტვინში და აქედან. ტვინში არ გაატარა, უბრალოდ შეუშვა და ანუ ამას როდის ეუბნება მასწავლებელი მოსწავლეს. როცა ყურადღებით არ უსმენთ, უყურეთ ყურ ადგება, გულის ყური მიგდე. ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვაო. ანუ ტვინში არ გაანალიზა და ანალიზის შედეგად რა ხდება? ვინც აანალიზებს ის რას აკეთებს? ფიქრობს, იმახსოვრებს. კიდე ჩვენ ერთმანეთთან რითი ვამყარებთ კომუნიკაციას? რითი ვაკეთებთ კომუნიკაციას? საუბრი არ გვეხმარება კომუნიკაციაში. კიდე რა შეგვეხმარება ხსნელა? გარემოში ორიენტირება, გარემოს აღქმაში. კი ბატონო, ადამიანების იდენტიფიცირებაში. მე რო დაურეკავ მაგალითად ჩემშვილს, ანუ ერთი სიტყვაც რომ მითხრას, რამდენი რამის გაგება შემიძლია ბავშვებო? ერთი სიტყვით. როგორ ხასიათზეა? ახლა გაიღვიძა თუ გამოძინებულია, გაციებულია, ხმა ჩახლეჩილი რატო და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ბევრ რას გვაძლევს მენა? ინფორმაციას. თაცნობინდარეკა. ანუ ხმით რა შეიძლება? ახლა ხმით რომ იდენტიფიცირება შეიძლება, ამაში კიდევ ერთხელ დავწუნდეთ ჩვენ მეგობრებო, მე პატარა ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო. აბა მეგობრებო, ყურადღება. მოგესალმებით, ჭინჯერებო, წარმატებულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ნინო, რა თქმა უნდა. აბა თუ შეიძლება ყურადღება. მოგესალმებით, ჭინჯერებო. მოგესალმებით, ჭინჯერებო. კი ბატონო. კი ბატონო, აბა მოგესალმებით, ჭინჯერებო, წარმატებულ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. აბა მოგესალმებით, ჭინჯერებო. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ანუ ხმის იდენტიფიცირებით, ჩვენ ხმით შეგვიძლია ადამიანების იდენტიფიცირება მოვახდინოთ. ჩვენ ეს მე მგონი იცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწუნდით ამაში.
ხედველობის შემთხვევაში რა იყო ადამიანის იდენტიფიკატორი? გუგაშზე არსებული ფერადი გარსი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს როგორი ინდივიდი და კიდევ რა თითების ანაბეჭდი. ამრიგად ადამიანის იდენტიფიცირების სხვადასხვა გზა და საშუალება არსებობს. კარგი, მე მაინტერესებს ახლა პირველი მიზანი ჩვენი გაფუგოხურის აგებულება მივაქციეთ? ამ რამდენი ნაწილისაგან შედგება? ახლა აი ამ ლულას რა გვერდით მეგობრებო, ეს ლულა არის ევსტაქის ლულა. ევსტაქის ლულით პირის ღრუ ისა ხურის ღრუ უკაცრავად უკავშირდება პირის ღრუს. ამიტომ აი როდესაც ძლიერი აფეთქებაა და მაგარი დეციბალის ხმაური შემოდის, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დაფის აფრის სახეთქვაც და დატოვებას. და რატო ურჩევენ ადამიანებს გააღონ პირი ძლიერი აფეთქების დროს? ძლიერი აფეთქების დროს უნდა გააღონ პირი, იმიტომ რომ პირიდანაც შედის ჰაერი, გარედანაც შემოდის და რა ემართება დაფის აფრს. არც ხდება და თანაბდება. გასაგებია ამას რა ქვია ევსტაქის ლულა, ევსტაქის ლულა. ხოჩა გიორგის შემკრულზე ჩვენ პროექტი თქვა დაკეთებული, მომზადებული გზაფხულზე პრეზენტაცია და ბევრი ცოდნა დაგიბრუნდა ამასთან დაკავშირებით. ხელ ცხვირის ექიმი ანუ ოტორინოლარინგოლოგი. კარგი ბავშვები, ხარ? რეფლექსი რა არის? რეფლექსი რა არის? აბა სხვას არავის არ ახსოვს? ნიკა გაბახსენე რა არის? რეფლექსი არის ჩვენი ორგანიზმის რეაქცია მას ბუნებიდან და შემოსული გამიზიანებაზე. აბსოლუტურად გეკითხები. გარედან შემოდის მუდმივად გამიზიანებლები და ჩვენ ამაზე გვაქვს sapasukho რეაქცია. ეხლა ვიღაცა რომ კარებზე დააკაკუნოს, ჩვენ უნებურად მას გავაკეთებთ. ყველა მივაბრუნებთ თავს. ეს იქნება ჩვენი sapasukho რეაქცია. ისევე როგორც თუ ჩვენ ხედველობის არეალში უცხო სხეული გამოჩნდება, ამ შემთხვევაში ვაბრუნებთ თავს. ამ რეფლექსებს რა დაარქვას? რატომ ბავშვებო, რატო ესეთი ნიკუშ, რატო დაარქვა ასეთი რადგანაც როგორც ვთქვით რეფლექსი შეიძლება იყოს თანაყოლი და შეიძლება ამ შემთხვევაში ეს სწორი ინფორმაცია, მაგრამ პასუხი არ არის. სადგან ამ დროს ადამიანის twins ებადება კითხვა. ვინ არის? ან რა არის? გეთახმებ. ეხლა მე თქვენ მინდა შემოხაზოთ ის ტრაექტორია, ანუ ის გზა, რასაც გაივლის ხმა იმ წუთიდან როცა წარმოიქმნება გერის წყარო, როგორც კი გამოუშვებს ამ ხმას, იმ წუთამდე ვიდრე საპასუხო რეაქცია. მაგალითად, დააკაკუნეს, მივაბრუნე თავი. რა გზა გაიარა ხმა? რა გზა გაიარა? რა გზა გაიარა? აბა რა გზა გაიარა? აბა გამედრულად. ნიკა გისმე? მას ჯერმასეს კერამას ჩუქურში შევიდა მას, სადაც რეცეპტორებმა და მოსვენის ორგანოების გაანალიზეს და ტვინში გაანალიზეს, გარდაქმნეს იმპულსა. ეს იმპულსი ავიდა ჩვენ ტვინში და ტვინს საპასუხო რეაქცია გამოუშვა და ჩვენი უთები ამოხდა და ჩვენ თავი ვაბრუნებთ. ყოჩამნიკუშ, ეს არის ის რეფლექსური რკალი, რომელიც მინდოდა რომ თქვენ შეგედგინათ. ანუ ხმა შევიდა სადამეხმარეთ ყურში, რისი სახით, გერების სახით. მოდით გავყვეთ ამ ხმას. გარეთა ხურით, ნიჟარიდან სად გადავიდა? სასმელილში. სასმელილიდან რას შეეჯახა? ზაფის აბკმარა დაიწყო. ხევით რა მოვიდა ხევით მოძრაობაში? ჩაფუჭი, ბევრი და უზამი. ეს რას გადაეცა? მოკოპინაში რა მოხდა? ნერვული მუსორობა რამ წაიღო ეს? სმელის ნერვა. სად წაიღო? პინჩი გამოხდა. გაანალიზა და ვინმა გამოუშვა საპასუხო ამოძრავებელი იმპულსი, რაც თავის მიბრუნებით გამოვიდა. ბავშვებო, თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის, ყოველ ჯერზე, როცა ამას ვხდი, ან თუნდაც სხვა საკითხებს, გაუცებული ვარ, როგორ არის მოწყობილი ჩვენი ორგანიზმი, თუ შეიძლება ბიბლინა პურის ყანა გონახე ნიკუში. უпростоრეთ ჯერ ჩამოდი იმ ხმაურზე, რომელიც ყოველდღურად გვესმის, თუ შეიძლება, ბავშვებო, ჩვენ თურმე ყოველდღურად გვესმის შემდეგი სახის ხმაური. ეს არის სუნთქვა, რომელიც არის დაახლოებით რამდენი ბავშვებო? 10 დეციბალი. შემდეგი ჩურჩური 20 დეციბალი, საუბარი 60 დეციბელი უკაცრავად. ტრანსპორტის მოდი ერთი ჩართე რომელიმე, აი ტრანსპორტის ხმაური პიკის საათებში დავუშვათ, როგორი გულის შემაწუხებელი ხმაურია ბავშვებო. ესთვის ნაცნობი ეს ხმაური. მადლობა ნიკუშ, აბა თუ შეიძლება ჩართე მიქსერის ხმა ყოფილა
ამის მოსმენებს სიამოვნებთ. არ სიამოვნებთ, რა თქმა უნდა, აბა ჯაჭვური ხერხი განსაკუთრებით შემოდგომაზე ჩართეთ თუ შეიძლება ჯაჭვური ხერხი. შეიძლება თოფის ხმა და ასე შემდეგ. ნიკას დიდი მადლობა. აქ ტექნიკურად ძალიან დამეხმარა. ასევე მინდა გავუშვა ეს კადრი. ბავშვებო, რა და როგორც მესიანა დამტკიცეს 85 დეციბელზე მომენტზე, რამდენი თუ ბევრი ხანი ვიქნებით, შეიძლება სიყვარული გამოიწვიოს ძლიერ. მართალი ხარ. ანუ თუ დიდი ინტენსივობით 85 დეციბელზე მეტი სიძლიერის ხმები შემოდის, ეს გამოიწვევს დაყრუებას. და აგერ ასევე ჩვენ მოვძებნეთ რომელ ქვეყანაში რა არის ღრული ნორმა. აი მაგალითად ლატვია ყოფილა ყველაზე ჩუმი ქვეყანა და კიდე რომელი აბა დამეხმარეთ ნიდერლანდი. 40 დეციბელზე ზემოთ ხმაური კანონით არის აკრძალული და ყველაზე ხმაურიანი გამოდის რომელი საფრანგეთი. ახლა სიურპრიზად გვაქვს მეგობრებო, დაჩი საჩუქარი ხოს ჩართოთ დაჩი ჩვენ მოვიმზა და რა გამენესახდეთ უკვე მუსიკა. მუსიკა აქტიურებს თქვენი ტვინის კონკრეტულ უბნებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მოძრაობაში, დაგეგმარებაში, ყურადღების გამახვილებაში, სწავლასა და დამახსოვრებაში. მუსიკა ასევე იწვევს ერთ-ერთი ქიმიური ნივთიერების დოფამინის გამოყოფას, რომელიც აუმჯობესებს თქვენს განწყობას და ხსნის დაძაბულობას. დოფამინი აძლიერებს სიამოვნების გრძნობას. ადამიანი უფრო მოტივირებული და მხიარული ხდება. მუსიკა აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემასაც. მას შეუძლია მოგანიჭოთ პოზიტიური განწყობა, რაც იწვევს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ჰორმონების გამოყოფას. მუსიკა ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. პაციენტები, რომლებიც უსმენდნენ მუსიკას ოპერაციის დაწყებამდე, მსვლელობის ან დასრულების შემდეგ, გრძნობდნენ ნაკლებ ტკივილს და არ საჭიროებდნენ დიდი რაოდენობით ტკივილ გამაყუჩებლებს. ხოლო როცა ქირურგები უსმენდნენ მათ საყვარელ მელოდიას, მათი ქირურგიული შესაძლებლობები და ეფექტურობა იზრდებოდა. მუსიკა ეხმარება ტვინს სტრესთან მებრძოლი ჰორმონის, კორტიზოლის წარმოქმნაში. კორტიზოლი ზრდის ტვინის მიერ გლუკოზის მოხმარებას, რაც მისი ენერგიის წყაროა. იგი იწვევს დაზიანებული ქსოვილების აღდგენისათვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფასაც. შვიდი მელოდია ასევე ზრდის ალტრუიზმს ადამიანებში. მუსიკა, რომლის მოსმენაც გსიამოვნებთ, ხდით ხვებისთვის უფრო თავაზიანს და სასურველს. და თუ თქვენ ხართ მუსიკოსი, რომელიც სიამოვნებას იღებს ინსტრუმენტზე დაკვირით, მუსიკის მოსმენისას თქვენი ტვინი სიმეტრიულად იწყებს ნათებას. ამასთან მატულობს თავის ტვინის კორძიანი სხეული ზომაც. კორძიანი სხეული კი წარმოადგენს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების დამაკავშირებელ ორგანოს. გამტვირთვალ მუსიკას შეუძლია მაღალი სისხლის წნევის დარეგულირება. ასევე შეუძლია დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკული თავის ტკივილები. იგი ამცირებს თავის ტკივილის ინტენსივობას, სიხშირესა და ხანგრძლივობას. მუსიკას შეუძლია გაზრდოს თქვენი კონცენტრაციის ინტენსივობა და ხანგრძლივობა. იგი ზრდის განმეორებადი სამუშაოს ან დავალების კეთების ეფექტურობას. ძილის წინ დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენას შეუძლიათ მოგიხსნათ უძილობის პრობლემა. ბავშვები ყურადღების გაფანტულობითა და ჰიპერაქტიულობით მუსიკის მოსმენის შემდეგ ავლენენ უკეთეს შედეგს მათემატიკაში. და მუსიკის მოსმენას მათემატიკის ტესტირების დროს შეუძლია გაზრდოს ეფექტურობა 40%. მუსიკალურ თერაპიას მშობიარობის დროს ასევე შეუძლია შეამციროს შფოთვისა და ტკივილების შეგრძნება. იგი ზრდის ბავშვის გაჩენის შემდგომ ბედნიერების გრძნობას და ამცირებს ორსულობის შემდგომ დეპრესიას. მუსიკა შესანიშნავია. არის და ბოლოს. რას ამბობს არისტოტელე, ვიცით ჩვენ? შემეცნება გაკვირვებით იწყება. თქვენ არაფერი დაგიკვირდათ ხოლმე ეს? დაგიკვირდა? იმას იმიტომ რომ წამოუგნელია რომ მას ტვინი ამდენ ანალიზ წამიერად ახორციელებს. ეს დაგიკვირდა რა. აბა მილერი რას ამბობს მე? რაღაც გავიგე. რა კარგი რომ რაღაც გავიგე და ჩვენ რაღაცა გავიგეთ ხო მეგობრებო? ცხოვრებაში არ უნდა დაგავიწყდეთ სმენის ანალიზატორის აგებულება და ფუნქცია. დიდი მადლობა მე-11 კლასს კიდევ ერთხელ და განსაკუთრებით დაჩის რომელმაც არ დაიწერა და გვერდში მეჩნდა და ვაკეთებდით ერთად ამ რესურსს. პარაგრაფი იცით რომელია 25? ნახავდეს კარგად ძამდებოდეს.